TF რა თქმა უნდა ვნახე და ეპიზოდშიც სესილიკო გამარჯობა კეთი დიდი მადლობა გამარჯობა ყველას სესილიკო გამარჯობა ვიდეოებს რასაც მიგდებთ ხოლმე ხალხო ყველაფერს ვუყურებ იმიტომ რომ სტრიმებს ვერ უყურებთ რო არა მაქვს და ვიცი რომ საინტერესო რაც არის თქვენ ამოჭრით და გამომიგზავნით და რაღაცა ვუყურო სტრიმებს ანუ სტრიმებში შეიძლება ისეთ რაღაცას ვუყურო Stargirl გამარჯობა Stargirl კარგად შე როგორ ხარ Aurora Dior და იცი რა არის ყველას აქვს შანსი რომ გამოუშვან ესე ვთქვათ და მარიამსაც თავისთავად უბრალოდ მე მგონია რომ მარიამს ძალიან ოჯახი გულშემატკივრები ყავს გონცა როგორ ფიქრობ დიანა მართლა ეფლირტავება ნიკას დიანა ყველას ეფლირტავება ეთო ჩინჩალაძე აუთსაიდერები არიან მარიამი მუზეები და ზუკა გუგა მეგობრებო ესეთ რაღაც მაინტერესებს აი მაგალითად თქვენ თუ დაღლილ ხართ სტუმრებით ანუ ჩვენ ხო ახალ წელს დიდი ხანი ვზეიმობთ ანუ 31-ში ხო ვიწყებთ 31-ში გვაქვს ესე იგი ახალი წელი 31-ში უკვე შეხვედრა და რაღაცა რა თქმა უნდა ნუ ძირითადად ოჯახში მაგრამ მე მივდივართ ხოლმე ნუ 1 იანვარი 2 იანვარი და ფაქტობრივად 3 იანვარიც ეს არის ხოლმე ხო დღესასწაული და მერე ნუ სადღაც 4, 5, 6 და 7 იანვარი კიდევ დღესასწაულია კიდევ ზეიმია იმიტომ რომ მარხვა იხსნება ასე შემდეგ და მოკლედ და აი ამდენ ხალხო არ დაგვაწყდეს რომ წინ გვაქვს კიდე ძველით ახალი წელი ძველით ახალ წელს ვინ აღნიშნავთ ნინაკო, საიდან იცით ვინ არიან აუთსაიდერები, მითხრეს. აუ ბაშები მე რო კატა მყავს, რო დავარცხნი ხოლმე ძალიან ბევრი ის ცვივა ხოლმე ბეწვი. პირადში რასაც მწერთ ხოლმე ვიდეოებს რომ იყდით და ასე შემდეგ ყველაფერს ნახულობ. სტრიმი იმიტომ არ არის რომ გუშინ ხო აუთსაიდერები იყო გუშინდელი აუთსაიდერების ეპიზოდი უნდა გავიდეს დღეს 11-ზე და შესაბამისად სტრიმი იმიტომ არ არის რომ ხალხმა უყუროს ეპიზოდს და იქიდან გაიგოს აუთსაიდერების შესახებ თოვლის გუდა სად არის და აქ არის და ძინავს ხო და მე მაქვს მაგალითად აი ძალიან იშვიათად ვიღლები ხოლმე მუშაობით ანუ მუშაობითაც დავღლილ ვარ რა თქმა უნდა მაგრამ უფრო მეტად მე ვიღლები ხოლმე სუფრებით და დღესასწაულებით ბარბარე კი ანუ დღის განმავლობაში რაც მოხდება ხოლმე სტრიმებზე რასაც უყურებთ ეგ გადის ხოლმე მომდევნო დღის ეპიზოდში ანუ დღეს ხო რაღაცები მოხდება სტრიმზე ლაივში რაღაცები ეს გავა ხვალინდელ ეპიზოდში შესაბამისად გუშინ რეებიც მოხდა ის იქნება დღევანდელ ეპიზოდში და ასე შემდეგ დადიანი ელენე მეც მიყვარხარ
მარიამ სების კვერაძე არ მესმისო რა უცი მე მესმის ძალიან კარგად იმიტომ რომ სხვები უფრო პროექტისთვის შესაძლებელები იყვნენ ამ შემთხვევაში ლელუ და მარიამი და მე მინდოდა ძალიან მინდოდა სახლში წამოსვლა სტრიმი იმიტომ არ არის მეგობრებო რომ წითელი დროშები რო გავიდა გუშინ არ გაიგოთ შემთხვევით და უყუროთ ეპიზოდს წითელი დროშების სტარგელ კი რუსთავი 2-ზე არის ხოლმე ყოველ დღე 11 საათზე პარასკევს იქნება ლაივი და გავიგებთ ვინ გავარდება. ნუ გუშინდელი სიმართლე გითხრათ ძალიან მოსაბეზრებ. აი თქვენ მითხარით ახლა ჰაუსის ეპიზოდები ხო გახდა ძალიან მოსაბეზრებელი ეს ერთი და იგივე ჩხუბები და ერთი და იგივე შენ ცუდი ხარ მე კარგი ვარ შენ ცუდი ხარ მე კარგი ვარ. აი მითხარით მარტო მე მგონია რომ ძალიან მოსაბეზრებელია თუ username ხო ამ დროს ვიცით ხო ყველამ ვინ არის აუთსაიდერები ლანა გოგოა აი ხო მე მარტო მე მომბეზრდა ეს ერთი და იგივე ჩხუბები თან ერთნაირად ან არგუმენტირებულად და კამათი და რაღაც კი არ არის ჩხუბობენ ძირითადად ერთი და იგივე თემებზე რომ ბიჭო ეს რატო თქვი ეს რო თქვი მე ეს ვიგულისხმე ეს რო თქვი შენ ეს იგულისხმე შენ არაკაცი ხარ მე კარგი ვარ მე კაი ტიპი ვარ შენ ცუდი ხარ ვაიმე ძალიან მოსაბეზრებელია სესილი კომეც იმედი მაქვს პროდიუსერებისგან გამოვიდა ინფო ეს ხო პროდიუსერებისგან გამოვიდა ინფო მე წყარო არ ვარ მაგის ხალხნო მე ცხებმა მითხრეს უბრალოდ საიდან გეუბულობენ ხოლმე სანამ ეპიზოდი გავა იმიტომ რომ ნახეთ წითელი დროშები როცა არის ყველას გონია ხოლმე რომ მარიამი მეუბნება მე მაგრამ მარიამი არ მეუბნება და რატო წითელი დროშები რო გადის ხოლმე ტელეფონებს მაგდროს არ აძლევენ წითელი დროშების მერე სანამ ეპიზოდი არ გავა ტელეფონებს არ აძლევენ რომ აუთსაიდერებზე არ მოგწერონ შესაბამისად მარიამი ვერანაირად ვერ დამიკავშირდებოდა მე და ვერ მომწერდა ანუ მარიამისგან არა სხვისგან ვიცი და იმ სხვას ვინ უთხრა რა თქმა უნდა მე არ მეტყვის აი მე სესილიკოვის გულშემატკივრებ მარიამი რო გავარდება არავის არ ვუგულშემატკივრებ იმიტომ რომ აი რაღაცნაირი ისეთები არიან რა ყველანი როგორ გითხრა აი გულით რო გინდოდეს რა უგულშემატკივრო ვერ იმიტომ რომ რაღაცნაირად აი როგორ თქვა არადასტოინოთ კი არა და აი რაღაცა ღირსების არ მქონე ადამიანები არიან რა რაღაცა აი ვერ მარიამის გარდა უფრო მეტად ალბათ ვუგულშემატკივრებ ლორენცოს გვანცა გოგოლაძე აუთსაიდერები არიან მარიამი მუზები და ზუკა გუგა მარიამის გარდა უგულშემატკივრებ ლორენცოს ალბათ იმიტომ რომ ყველაზე იმათთან შედარებით კიდე ყველაზე ნორმალური ეგ არის ხალხო იმათთან შედარებით ხო ლორენცო და მარიამი ძალიან ხშირად არიან აუთსაიდერები და სიმართლე გითხრათ ძალიან ეხავს რომ სულ ეგენი არიან აუთსაიდერები ან ერთი ან მეორე და ეხლა ეს მუზები და ქუთაისი ვნახოთ ალბათ საინტერესოა ხო ვინ მისცა წითელი დროშა მუზებს და ქუთაისს რომ აუთსაიდერები გახდნენ სავარაუდოდ მარიამმა მუზებს ანასტასიამ სავარაუდოდ მუზებს და ორი დროშით გახდებოდნენ ქუთაისელებს ვინ მისცემდა წითელ დროშას თან ბოსები არიან ეგენი მაგათ მისცემდა ჯავახა ლორენცო ვერ გეტყვით
ალბათ ქუთაისელებმა დასვეს მერე უკვე მარიამი მესამე აუთსაიდერად. Stargirl გეთანხმები აბსოლუტურად ზედმეტი მოზრით უკეო და ძალიან ტვინი წაიღეს. კი ძალიან ცუდია მარიამი როზის აუთსაიდერად, იმიტომ რომ უკვე მესამედ არის აუთსაიდერი. ჩემი აზრით ბიჭებს ლორენცო, კი ლორენცო მისცემდა და ჯავახა ალბათ. შესაძლებელია ჯავახასაც მიეცა. მუზებს მისცემდა მარიამი და ანასტასია. ქუთაისელებს ხო -2000 ხმა აქვთო, მე მგონია 2000 თუ 3000, ხო დაჯარიმებულები არიან და გამოაკლდება, მაგრამ ახლა დიასას კლიკერები მაგ 2000 ხმას აანაზღაურებენ. აუთსაიდერები არიან მარიამი, მუზები და ზუკა კუკა. დღეს ვნახე ყველაზე სასაცილო ედიტი. ანუ ძალიან ბევრი სასაცილო ედიტებს აკეთებთ ხოლმე და მე რომ მიგზავნით ძალიან ხალისობ, მაგრამ ძალიან სასაცილო ედიტი იყო. მოკლედ ლელო ამბობს, მე პრინცესა ვარო, საჭმელს არ მაკეთებიებსო დიასაო, თუ რაღაცა მაგას ამბობს და გავიხედოთ და სადღაც ქუჩაში მანქანის კაპოცი ჭამს რაღაცა კარტოფილის ნარჩენებს. ძალიან სასაცილო იყო. პრინცესობა მაქალს რა გონია, არ ვიცი. მეგონია ალბათ დიასამ რო სადღაც ორღობის იმაში წაიყვანა კოტეჯში. ლორენცოზე და წამყვანზეო, არ ვიცი, ეგ ედიტი მე რატო არ ჩამიგდეთ, სასაცილო ედიტები ყველაფერი მე უნდა ჩამიგდოთ. ვაი მე მართალი ხარ ხო მარიამ რო გავარდეს ვიღას უნდა უყურო მანდ. პატალას რომ მეძახის მე ხო ვაიმე ძალიან მეც აი ხო ეგეთი ის არის რა ქვია დაცურებული და არაადეკვატური და ძალიან ისეთი გიტარას გადაგარჭყავი ხოლმე მაშინ და მას გიზავ და რაღაცა ხო ეგეთი ქაჯია, მაგრამ დიასასთვის ეგ ქაჯიც მეწოდება ხალხო ვაი ხვის ვიცება ჯერჯერობით არ დაიწყო, როცა დადებენ ოფიციალურად აუთსაიდერებს, ჯერჯერობით ეპიზოდი არ გასულა. მე იქნება ხმის ხმიცემა. უკან ანასტასია მარიამთან ერთად თამაში. რუსთავი ორ შენობაშია კი სტუდია, ხახმა ეს რაღაცა მაინტერესებს. აი მაგალითად ლორენცო თქვა ადრე, რომ სუკან ადამიანებსო არ ვენდობიო. მე მაგალითად ნუ ეგ ძალიან არასწორი ნათქვამი იყო ლორენცოს მხრიდან, აი ძალიან არასწორი იყო, თუმცა ნდობაზე როცა მივასაქმე, მე დღეს ვფიქრობდი მეგობარს ველაპარაკებოდი ნდობაზე რა, ნუ ნდობა იცით რომ ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც არის, ხო? და მე ვერ ვენდობი ადამიანს, რომელსაც ცხოველები არ უყვარს. აი ცხოველები ვისაც არ უყვარს, მე ვერ ვენდობი, რა ვქნა. არა მოქვს აკრძალული ხალხო, საიდან მოიტანეთ. მე ვერ ვენდობი ადამიანს, ვისაც ცხოველები არ უყვარს და აი ცხოველებს რო რაღაცა ზიზღით და სიძულვით მოიხსენებენ და საერთოდ აი ცხოველებს რო ცუდად ეკცევა, აი ესე ძალიან აკდებულად და რაღაც ესეთ ადამიანთან საერთოდ ვერ ვიურთიერთებ და საერთოდ კომუნიკაციის სურვილიც არ მაქვს.
გვანცა შენი CV გააგზავნე ჰაუსში კასტინგი რო იყო არა CV არ გამიგზავნია ისე დამიკავშირდნენ ანუ კასტინგები რო ჩატარდა მერე დამიკავშირდნენ მომწერეს Instagram-ზე აუთსაიდერი ვიყავი და მერე კატები მადო ხო ჩემი სამშვილის მე კატები მიყვარს და მყავს კიდეც ულამაზესი ლილუ ჩემი კატა ეთყობა არიცი აი მადოს უნდა ვანახო ხალხო ჩემი კატა მადოს უნდა ვანახო ჩემი კატა ესეთია ეხა ჯინავს და ესეთია ხალხო ესეთი ნახეთ რა საყვარელი დიდაში ვაიბე თან ამას არ უყვარს შეწუხება ხალხო აი შეწუხება არ უყვარს მაგალითად მარიამი ხმის ლიდერი შეიძლება გახდეს უბრალოდ ქუთაისებს ხა იცით რომ დიასა ეხმარება ძალიან და ბევრი გულშემატკივარი და მხარდაჭერი ყავს და ასევე ну ეს მაგათი ტექნოლოგიები მოკლედ არ ვიცი ეს ზუკა გუგა ალბათ ყველაფერს იზავს ამ ლაივზე რომ ხმის ლიდერები გახდნენ მე CV გავაგზავნე ჩემით არ დაურეკეთ, მაგრამ ვერ მოხდი. ხო, რა ვიცი, შეიძლება მე CV არ გამგზავნია სიმართლე გითხრათ, არც ვიცი სად იგზავნებოდა CV, თვითონ დამიკავშირდნენ, კასტინგები მორჩენილი იყო. ჰაუსის დაწყებამდე სხვათა შორის 1 თუ 2 კვირით ადრე. თამარი თოიძე ლაივი და სტრიმები იმიტომ არ არის რომ წითელი დროშების მე არ არის ხოლმე რომ არ გავიგოთ და ეპიზოდი ვნახოთ და ეპიზოდში გავიგოთ მაგით არ არის ხოლმე სტრიმები მოკლედ აი ხლა გუშინდელ ეპიზოდში რაც იყო მარიამი და მუზეების კონფლიქტზე ხალხო აი მე ყველანაირად ვარ ხოლმე მომხრე იმისა რომ ესე იგი იმის მომხრე ვარ რომ როგორ გითხრათ აი მაქსიმალურად კორექტულად და მაქსიმალურად ზრდილობიანად და ყველანაირი უცენზურო სიტყვების გარეშე და ხმის აწების გარეშე და ყვირილის გარეშე ადამიანთან მოაგვარო კონფლიქტური სიტუაცია იქნება თუ რაც იქნება სტარგელ არა ვერ მოგცემ ჩემ პირად ნომერს თუ გინდა აქ მომწერე რაც მოგინდება ხო და ყველანაირად ანუ ესე დალაგებულად ცივილურად ხმის აწევის გარეშე ცენზურის დაცვით უცენზურო სიტყვების გარეშე და ასე შემდეგ მოგვარდეს ყველანაირი კონფლიქტური სიტუაცია მე მგონია და ეხლაც მწამს და მჯერა რომ ადამიანებს შორის ცივილურად შეიძლება მოგვარდეს ნებისმიერი უთანხმოება და კონფლიქტი მაგრამ აი ხა გუშინდელი მაგალითი გუშინდელი ეპიზოდი რისი მაგალითი იყო ესე იგი მარიამმა სანამ არ უყვირა არ გალანძღა ეს მუზები მანამდე არაფრით არ აღიარებდნენ ესენი რომ თვითონ იყვნენ დამნაშავეები ანუ მე ის წავიდა იტირა დიანამ რომ ვერაფერი არგუმენტები უთხრა წავიდა იტირა რომ ესე შეაცოდოს ხალხს თავი და ისევ რაღაცა მსხვერპლის როლში ჩადგნენ ეს დები რომ ვაიმე ყველა მაგათ ჩაგრავთ და რაღაც ამ დროს მარიამს ეგენი აბულინგებენ კიდეც მარიამის ნუ ხა შეყვარებულები არ ვართო მაგრამ მოდი მაყურებელი ესე აღვქვავს რომ არიან შეყვარებულები ხო ამ ჯავახას ხან ერთი გაეფლირტავ ხან მეორეჯერ გაეფლირტავა და ასე შემდეგ.
ანეტ აი რაში არის მარიამი დამნაშავე იქამდე ეძახეს ესე იგი ჩვენ გვბაძავ და ჩვენი გშურს აი დიანასი რა უნდა შურდეს მარიამს მაგრამ საქმე რაშია ანუ სანამ არ ეჩხუბა და თავზე არ დააფარა ყველაფერი მანამდე ესე იგი ვერაფრით ვერ გააჩერა ეს ორი და ვერაფრით ვერ გააჩერა ლანა ყველას ეფლირტავება ეგ გოგო კი ბატონო მე არ მგონია რომ ერევა მარიამი ვინმეს ურთიერთობაში პირიქით ესენი ერევიან ხოლმე ჯავახას და მარიამის ურთიერთობაში ბარბარე აბაშიძე არ ვიცი ვინ გავარდება ყველანი ნახავთ ერთად თუმცა მე რა თქმა უნდა გულით და სულით მინდა რომ მარიამი არ გავარდეს მარიამი გავარდება თქვენი აზრით ძალიან ცუდი თემო შარიქაძე გამარჯობა აუ ხალხო ვაიმე კიდე უნდა ვახსენო ის ახალი ბიჭი შევდივარ ჰაუსშიო რა შვება რატო არ შედის აი რაღაც უცდის რით ვერ გამირკვიეთ ნატა რით ვერ გამირკვიეთ როდის შედის ის ახალი ბიჭი ჰაუსში მე მწერთ ხოლმე და მე მეკითხებით და მე რა თქმა უნდა თქვენგან ვიგებ ხოლმე ახალ ამბებს და შესაბამისად მე ინფორმაცია არ მაქვს ამ ბიჭზე არც ვიცნობ არც არაფერი თქვენგან გავიგე და როდის შედის აბა ეს ახალი მონაწილე ახალი ბიჭი რო იძახის შევდივარ ჰაუსში როდის შედის ალგებრა დიანა მე მგონი რა ვიცი ყველას თვალებს უპაჭუნებს რაღაცნაირად ისეთი გოგოა ფიქმი გოგოა ხო და თან ყოველთვის მართალია ყველაფერში და რანაირად არის ყოველთვის ყველაფერში მართალია გოგო არ ვიცი მე როგორც გავიგე ქუთაისელები მარიამი და ორი მუზა დასვეს ხო მასეა აუთსაიდერები არის მარიამი ორი მუზა და ზუკა გუგა ბექა პარასკევს შევდივარო ბექა ქეთა ბექა ქვია თუ ბაჩუ დროშების ხა ლელუს პრიალა ტვინი და 2 გრამი ტვინი ხალხნო მეც რასაც გაკაჩავს ეგ გოგო არის მაგარი ყვირილში ჩხუბში და გიტარას გადაგამტვრევ თავზეო მაგაში არის გოგო მაგარი სხვა ვერაფერში სხვათა შორის ბევრად უკეთესი წარმოდგენა გქონდა ყველას და ძალიან დაბალი დონის აღმოჩნდა ეგ გოგო ანეტა აი რატო ფიქრობ მასე რატო ზის სამართლიანად მარიამს ყავს კი მხარდამჭერები ბევრი გულშემატკივარი ყავს უბრალოდ მუზეებს და ქუთაისებსაც ყავს გულშემატკივრები და ვერ ვიტყვი რომ ეხლა რაღაც მარიამი გარანტირებულად დარჩება იმიტომ რომ იმათაც თავიანთი გულშემატკივრები ყავთ შესაბამისად
ქუთაისი თუ გახდა ხმის ლიდერი და პროექტმა გადაწყვიტა მარიამი და ორი მუზა დატოვოს, აი მანდ ძალიან გართულდება, იმიტომ რომ მგონია რომ პროექტმა შეიძლება ორი მუზა დატოვოს და გეტყვით რატო მარიამი უკვე პროექტმა ერთხელ გადაარჩინა მეც რო ვიყავი აუთსაიდერი მაგ დროს ერთხელ უკვე გადაარჩინა ხალხის სიმპათიით მეორედ დარჩა ხო მეორე აუთსაიდერი რო იყო ეხლა წინა პარასკევს და შესაბამისად ვერ გეტყვით ეხლა კიდე დატოვებს თუ არა პროექტი თან ორი მუზა ძალიან ისეთი პროდიუსერების ფავორიტი მონაწილეები არიან იმიტომ რომ ძალიან ბევრ რაღაცებს ვიდეოებს აკეთებენ ხოლმე მასე და კონტენტისთვის ანუ ეხლა სულ ფანდურით და იმით რა ქვია რომ დარბიან ხო არ ვიცი პროექტმა შეიძლება კიდევ მარიამი არ გადაარჩინოს ჩემი მოდერატორი სად არის ნეტა ვაიმე ალბათ ლელუს შენ უკეთებ ხოლმე მაგ რაღაცებს ხო რასაც წერ ღმერთო ჩემო დაუბლოკოთ ნახოთ ვისი კლიკერი აჯობებს დიასასი თუ პაპავასი პაპავა ხო ჯავახას გულშემატკივრობს და ჯავახა არ არის აუთსაიდერი ანუ მარიამის პონჩი ვერ გეტყვით პაპავა დიდად მარიამს არ გულშემატკივრობს ხალხ ნუ არ დაიჭეროთ ეგ პაპავა გულშემატკივრობს ჯავახას ქუთაის ლორენცოს დასმა არ აწყობდა, იმიტომ რომ ხმის ლიდერი გახდებოდა და ეგენი იქნებოდნენ პროექტის რჩეულიო. არის კი ესეთი ლოგიკური მოსაზრებაც. მეც მეტი მაქვს ხალხნა რომ მარიამი არ გავარდება. ანეტა შეყარებულები არ ვართ ანუ ერთმანეთი მოსწონთ ანუ მეც მაგას გეუბნებოდით ხალხნო რომ ჯავახას და მარიამს მოსწონთ ერთმანეთი და იქ ანუ ერთმანეთი უყვართ თუ რა ხდება ამას ჩვენ ვერც გავიგებთ სანამ თვითონ არ გვეტყვიან ამის თაობაზე ხო შესაბამისად ნახეთ პროექტში Love Stories გაბმა ძალიან რთულია იმიტომ რომ რეალურ ცხოვრებაში რო არ ყავს ეს ადამიანი ნანახი ხო შესაბამისად ანუ ეს ადამიანი გიყვარს თუ არ გიყვარს მარტო პროექტში რო ყავს ნანახი ძალიან რთულია თქვა მარიამ ძალიან ჭკვიანი გოგოა და ძალიან სწორს ამბობს მაგ მხრივ და შეყვარებულად გახდომას დრო ჭირდება ასე რომ მარიამი მიუხედავად იმისა რომ 18 წლის არის ძალიან ჭკვიანი გოგოა და ბევრ რაღაცებს ძალიან საღად და ყოჩაღად აანალიზებს ხოლმე ასე რომ ვაიმე ძალიან საღად აზროვნებს ხოლმე ბევრ რაღაცაში ხო და შესაბამისად ანუ შეყარებულად ანუ როგორც ასეთი რომ შეყარებულები და ერქვას ხომ მარიამმა თქვა რომ ამისთვისო მეო დრო მჭირდებაო და ძალიან სწორია პროექტის გარეთ მარიამი და ჯავახა როცა გააგრძელებენ ურთიერთობას თუ გააგრძელებენ ხო რა თქმა უნდა ეს მაგათი სურვილია და მათი გადასაწყვეტია პროექტის გარეთ გააჩნია როგორ გაგრძელდება მათი ურთიერთობა და მე შეიძლება დაერქვას შეყარებულები თორე ახლა რაზეც ჩვენ ხედავთ ეს არის მოწონება და რომ ეკითხებით ხოლმე რომ ეს დადგმულია თუ მართლა მოწონთ ერთმანეთი მართლა მოწონთ ხო ერთმანეთი კი სანახეობრივი არის ძალიან აი მეც ძალიან ვესაყვარლება მარიამის და ჯავახას წყვილი ძალიან მინდა დიასა შევიდეს და ლელუს და დიასას კრინჯობა წყვილი ვნახოთ რა იქნება ვაიმე
პაპავა ლელუს გულშემატკივრობდა, ხო ლელუ მოსწონს პაპავას, მაგრამ დაასწრო დიას. ბოსებმა სავარაუდოდ ალბათ დასვეს მარიამი. ბოსები არიან ზუკა გუგა, ნახე თავის თავს არ დასვავდნენ, მუზებსაც არ დასვავდნენ და ლოგიკურად ალბათ დასვეს მარიამი. კირჩხიბი მაგაში გეთანხმები, ხო? კი, ეგენი არიან აუთსაიდერები, აი ყველა მაგას წერს და ხალხნო ძალიან ბევრ ჯერ ვთქვი, მაგრამ თქვენც იცით, ბარბარე გალბიანი კი. მემენტო მორი, ხმებში ვერ აჯობებს ლორენცოს ქუთაისი? ჩემი აზრით, ნახე, რაში შეიძლება აჯობოს, იცი, ზუკა გუგამ ლორენცოს აიგეთი მობილიზებული სასტავი გარეთ, როგორც ქუთაისადებს, ეგრე არ ყავს და პლუს ამას დიასა თავის ადმინებით და მთელი თავისი ამ კლიკერებით უდგას ამათ გვერდით და მაგასაც აქვს მნიშვნელობა რა, ასე თუ ისე, ეხლა გავიგეთ რომ გულშემატკივარი, მაგრამ ეგ რაღაცა ეგრეთ წოდებული ჟარგონს გამოვიყენებ და ჩორნი ხოდებითაც ხდება ხოლმე ხმების მომატება, ასე რომ მემენტო მორის პასუხობ, თუ მიდგება საქმე გულშემატკივრებზე, ესე ვთქვათ, გულშემატკივარი შეიძლება ლორენცოს მეტი ყავდეს, მაგრამ ზუკა გუგას ყავს ბევრად უფრო დაქოქილი და მობილიზებული და სისტემური სასტავი გარეთ რა. ეგენი რომ შევიდნენ უკვე მომზადებულები იყვნენ, ანუ რომ შემოვიდნენ, ხო? მაშინ რა ქვია, ჰაუსში უკვე მომზადებულები იყვნენ. ჯარახა მთხოვა მარიამის მაგივრად მე დამსვთო და არ გაითვალისწინეს. ხო, ეხლა სად არის მას? ეხლა მე მინდა რომ დავიჭდე და გამითვალისწინეთ, მასე არ არის. მარიამ ლამას რო უნდა წასვლა, მაშინაც გითხრა რომ წითელი დროშები მომეცითო და მე დამსვთო აუთსაიდერთა, მაგრამ ნუ არ იყო ეგეთი, არ მიიღება მხედველობაში ეგეთი ვეკუა ქუთაისების ჩატში ვიყავიო და არ არის კლიკერების თემაო. შეიძლება კლიკერების ჩატში არიყავი. ბევრი ჩატი აქვს მაგათ. მე ყველა ჩატებიდან ვარ ხალხნო გამოსული. ნატა, ეგეც არის კი, ქუთაის კლიკერები რო ყავს, გონიათ რომ ყველას ყავს. მარიამს უგულშემატკივრებ, რა თქმა უნდა. კირჩხიბი ფინალში არ უნდა იყოს მესენჯერ ხმები, მარტო ფასიანი ზარები უნდა იყოს და მე ნახავენ რას მოიგებენ. კი ბატონო, ეგეც არის, უბრალოდ ფასიანი ზარის გარდა ადამიანს უნდა კონდეს ალბათ საშუალება რომ ისედაც მისცეს ხმა თავის რჩეულს, მაყურებელთან ეგრე უფრო სამართლიანია, თუმცა რადგან ამდენი სეზონის მერე ვნახეთ რომ ხალხმა დაამუღამა ფინალში გასულებმა დაამუღამეს ეს კლიკერები და შესევები და ასე შემდეგ, ალბათ რაღაცნაირად ეხლა თვითონ ნახეთ თვითონ ამ პროექტის ორგანიზატორებს რა შეაწყობთ უკვე რომ აი ესეთი ნდობა აქვს დაკარგული მაყურებლის თვალში. ხო და ყველა იძახის რომ კლიკერებით ხდება მოგებავა, არ ვიცი მე წინა სეზონებისთვის არ მიყურებია, მაგრამ ყველა მაგას იძახის. კითხვა მაქვს ლაივი რომ გაზრდის ზუსტად მაგ დროს რაც ხდება ეგ გადის თუ ჯერ ამუშავებენ და მერე დებენ. სტრიმებს იძახი თუ პარასკევის ლაივს სტრიმებზე თუ ამბობ დაახლოებით 9 საათის დაგვიანებით გადის ეგ ლაივი, იმიტომ რომ რამე მოხდეს და ამოსაჭრელი იყოს და დასაპაუზებელი მოასწრონ.
ლაივიც ესე რა, რამოდენიმე წუთის დაგვიანებით, რომ თუ რაღაცა გაუთვალისწინებელი მოხდა შუა ლაივის დროს, რომ მოასწრონ ან რეკლამაზე გასვლა, ან ამოჭრა, ან ასე შემდეგ. ხო, იქ რა ვიყავით, მაგალითად გვეკრძალებოდა რელიგიურ თემებზე საუბარი, რელიგიურ თემებზე. ეხლა მახსოვს მე რაღაცაზე ვახსენე იეჰოვა და იეჰოვას სექტა. რაღაცა საუბრის დროს ვახსენე. სხვათა შორის დამამცირებელ კონტექსტში და ცუდი გაგებით არა, უბრალოდ რაღაცაზე ვახსენე, რელიგიაზე გქონდა საუბარი და ვახსენე ეს, რომ რაღაცა ხო იეჰოველები მეთქი სექტაა თქო და არ არის ცალკე რელიგია და შემოვიდა პროდიუსერი და მითხრა რომ ამ თემებზეო არ ვისაუბროთ, იმიტომ რომ ლელუ როგორ არ ქმნის კონტენტს, აგერ ჩხუბობს, ყვირის, იფურთხება, მას შვება, რა ქვია, ხმა აქ ჩაწყვეტილი იმდენს ყვირის და თან გიტარის გადარტყმითაც ემუქრება ლორენცოს და მეტი რაკნას ეხამაგოგო, მეტი ეგ არის რაც შეუძლია და კირჩხიბი გეთანხმები აბსოლუტურად კი გეთანხმები მაგაში აი რაღაცნაირად იქცევიან მემენტო მორი ლორენცოს რო ეუბნებიან კლიკერები გაქვსო რას ფიქრობ მართალია წარმოდგენა არ მაქვს მართალია თუ არ არის მართალი მაგრამ თუ ლორენცოს ყავს კლიკერები ესე იგი ქუთაისელებსაც ყავთ რა ვიცი ქუთაისელებს სინდისი თუ ნამუსი თუ რა დაუშლით რა ხა კლიკერები არ ყავდეთ და ეს დიასა ეხლა როგორ გონიათ ქუთაისელებს მართლა რამ რითი შეიძლება დაეხმაროს გარდა კლიკერებს აი რითი შეიძლება მხარი დაუჭიროს დიასამ ქუთაისელებს გარდა კლიკერების რითი მე მგონია რომ ლელუც მასე გახადა დიასამ ხმის ლიდერი ცოცხალი ადამიანი გინახიათ ვინც ლელუს უჭერდა მხარს მე მგონია რომ დიასამ გახადა ხმის ლიდერი მაშინ ლელუ მეგობრებო აი მარიამისთვის უნაკოცნი თუ აქო ვიღაცასო რომ მიწერდა აი თქვენთვის რა მნიშვნელობა აქვს მარიამს ვინაკოცა ან მარიამო ვინაკოცა ხალხმა აი რა მნიშვნელობა აქვს აი ჩემი მოდერატორი ბარბარე და ალექსანდრე სად არიან რატო არ შემოდიან ნატამ მაჩუკა გული დიდი მადლობა ნატამ ლორენცო რა ნაწილში იმსახურებს გამარჯვებას გეტყვით კი ბატონო მესი იცით რა არის ლორენცომ ძალიან დიდი გამძლეობა და ძალიან დიდი წინააღმდეგობის უნარი გამოაჩინა და ძალიან ყოჩაღად პოზიციონირებდა აქამდე ხა არ ვიცი რა სიზავს აწი უკვე როგორ წავა ლორენცო მაგრამ აქამდე და შუთ ბონდოს გამოხტომებს როგორ უძლებდა სხვათა შორის ზუკა გუგასაც საკმაოდ დიდ წინააღმდეგობას უწევს მიუხედავად იმისა რომ ისინი ძალიან აგრესიულები არიან გიორგი გიორგაძე რას ვფიქრობ ახლა ვამბობდი არაფერი უბრალოდ მაინტერესებს თორები მხდებოდა რა ვიცი შენც რა ინფორმაციაც გაქვს მეც იგივე ინფორმაცია მაქვს მარიამს მანამდე არ ვიცნობდი მე გავიცანი ჰაუსში და ჰაუსში ვნახე პირველად მარიამი და წარმოდგენა არ მაქვს მის პირად ცხოვრებაზე მანამდე ეხლა რომ მქონდეს წარმოდგენა და რაღაცები რო ვიცოდე რა თქმა უნდა არ ვიტყოდი ბახუტა გამარჯობა ვაიმე ნინი მართალი ხარ ნინი ბაკაშვილი ვაიმე ლელუს და დიასას კრინჯობა ლავსტორი ღმერთო ჩემ
ძალიან სასაცილო იყო მე გდიასავ არაფერს არ მაკეთებინებსო მა პრინცესებსო თუ რაღაც და გავიხედოთ და რაღაცა მანქანის კაპუცი ჭამ და რაღაცა ძირნაყარს აჭამ ძალიან სასაცილო ედითი იყო ლელუ გააგდონ ისე მაღიზიანს, აი ლელუს რო შეხედავთ ხალხო, ერორი არ გემართებათ, იმიტომ რომ ვიზუალურად ეს ქალი არის, სულ ისეთი სხვანაირი და ხმას რო ამოიღებს და ლანძღვას რო იწყებს და ყვირილს და გიტარას გადაგამტრევ და ამას გიზავ, იმას გიზავ, აი რო იგინება ხოლმე და იფურთხება, საერთოდ სხვანაირი წარმოდგენა შეიძლება შეგექმნას. არა, თიზი, გვანცა მონაწილეები ხო თანხმდებით პროდაქშენთან, რამდენი კვირა იქნებით პროექტში. არა, წინასწარ არავინ არ ვიცით, ეგ ნეტა ვიცოდეთ წინასწარ, თორე არ ვიცით. კი ძალიან აკლია მაქავს გეთანხმები რაღაცა პრობლემა აქვს მე ვარ აიმდენად ძალადობრივი ის აქვს ხო ძალადობისკენ მომართული ლექსიკა და ძმაც ეგეთი ყავს რაღაცა ისეთი მოძალადე და წამოეძოში გავიდეთ და მოდი საქმეების გარჩევა რო უნდა რა რაღაცა იც ძალიან ისეთი ძალადობრივი ქცევის მქონე მგონია რომ რაღაცა ძალიან დიდი ძალადობრივი ოჯახია ეგ და რაღაც აიმე ეჭვმიტანილი გეთანხმები კი ბატონო ბარბარე გაბიანი მომწერე ინსტაზე და დაგამატებ არ ვიცი იქ როგორ მოგწებნო ხო და მოკლედ ესეთი ამბები Gio invites you to co-hosts ვინ არის ხალხო მეგობრებო, აი ვიღაცა რო აგზავნის, ხა ეს მინდა კითხო, ვიღაცა რო აგზავნის, რომ ჩართვა რო უნდა რა, ესეთი უცხო ადამიანი. მე რა ვიცი ვინ არის? ჩავრთო ესე თუ არღის გარისკვა. ვაი მე გავთიშო დამეჭირა ხალხნო იქნებ გათიშოთ ვაიმე გამარჯობა ერთ რაღაცას გითხავ და მე თვითონ გავა კი ბატონო შეგიძლიათ დამაფოლოვოთ აი ძალიან გთხოვთ მართლა ძალიან დაგაფოლოვებ მიდი სად ინსტაგრამზე თუ აქ არა TikTok-ზე იყოს ინსტაგრამზე დაგაფოლოვებ კაი მაშინ გათიშე შეცდომით დამეჭირა მადლობა ძალიან არაფერს ძალიან საყვარლები ხართ ხალხი დავაფოლოვებ აბა მომწერე აბა სადა ხარ ვეღარ ფოლოვ დავაფოლოვოთ აჰა მე ძალიან საყვარელი სესო არღისო ეს ბავშვი ხო ძალიან საყვარელი ბავშვი იყო ხო დავაფოლოვე რა თქმა უნდა
ან აუთსაიდერები არიან მარიამი, მუზები და ზუკა გუგა. კი ნინისო მარია აუთსაიდერი. თიზი მე თამაშები არ ვიცი, სიმართლე გითხრა. თამაშები არ ვიცი, არასდროს არ მითამაშე და ისედაც არ მიყვარს კომპიუტერული და რაღაცა ისეთი სხვა თამაშები, ასე რომ არ ვარ დიდად აზარტული. პროსტინების გენერალი, ვაიმე კაცი, ვაიმე გიორგი პარიზი, ვაიმე. სულ მემაძლევდა წითელ დროშას, ანუ არაფერს არ აკეთებდა, ამ კაცს ფუნქცია არ ქონდა არანაირი. არანაირი ფუნქცია არ ქონდა, მაგას საერთოდ არასდროს არაფერს არ აკეთებდა. მოვიდოდა ხოლმე წითელი დროშები და ხმას ამოიდგავდა და აიღებდა ამ წითელ დროშას და მომიცუნცულებდა ხოლმე და ანუ არაფრით ტიპმა არაფრით ხელი არაფერი არ განთ. და ხო გავაგდე იქიდან ტოტინი წაიღო რაღაც. მოკლედ ამ გიორგი პარიზმა მოკლედ ესეთი რაღაცა მითხრა. ეს ალი თუ ვიღაცა არის არ გვინდა. მარიამაო, ჩემზე და ლელუზეო რაღაცა რო თქვაო, შენო კომენტარი რატო არ გააკეთეო და მეთქი ვინ ხარ შენ საერთოდ რო შენზე კომენტარი გავაკეთო და მე შენს ურთიერთობაზე საერთოდ რატო უნდა გამეკეთებინა რამე ტიპის კომენტარი მაგაზე და მაგის ურთიერთობაზე ლელუზთან. ვისთანაც უნდა და იმასთან ქონოდა ურთიერთობა საერთოდ აი ორი უინტერესო ადამიანი. არა, რა თქმა უნდა, ნეტა, რა თქმა უნდა, არა. Dark Flow მართალია სისუფთავე იყო და სისუფთავეზე ერთადერთი ლელუ მიიღო წერილობითი შენიშვნა და ფაქტობრივად უთხრეს ბინძური ხარო. და იმის მერე მოყავთ ეს დასუფთავების კომპანია, ანუ ისეთი სიბინძურე ჩაატარეს ჰაუსში, რომ დასუფთავების კომპანია მოყავთ ხოლმე და იმათ ალაგებინებენ. მესენჯერიდან არის უფასო, ჰაუსის ოფიციალურ გვერდზე უნდა შეხვიდეთ, მესენჯერი გახსნათ და ყოველ 10 წუთში ერთხელ არის უფასო და ტელეფონიდან არის 50 თეთრი. სტრიმი როგორც ვიცი არ იქნება და იქნება Dark Flow, აი ეს მთელი დღე ყაყანი, მართლა მაინტერესებს. საყურებლად მოგწონთ. არ არის აუცილებელი რომ ახლა მე რაც მომწონს სულის გადიოდეს ყოველთვის, მაგრამ ზოგადად აი ეს მთელი დღე ყაყანი. ოღონდ მე რას ვამბობ, იცი? კამათი არის ხოლმე საინტერესო საყურებელი. იგივე პოდკასტებში, იგივე გადაცემებში, შოუებში. კამათს ვეძახი ოღონდ ისეთ საუბარს, სადაც ორი მხარე თავის არგუმენტებს რაღაც თემასთან დაკავშირებით ამბობს და აქ ეგეთი რაღაც წარმოუდგენელია. არანაირი არგუმენტები და არანაირი კამათი აქ არ არის. აქ არის ხოლმე ქუჩური გამოწევა და ჩხუბი ისიც ძალიან, რა ვიცი, სულ ერთი და იგივე რაღაცაზე ჩხუბობენ. შენ არაკაცი ხარ? არა, შენ უფრო არაკაცი ხარ. არა, შენ არაკაცი ხარ? არა, შენ ცუდი ხარ. და ნუ რა თქმა უნდა, ხა ამ ლელუმაც გამოაჩინა თავისი რა, სადაც არის გაზრდილი, იქაური ზალადობრივი ისინი ქცევები და რა ვიცი მას გიტარას გადაგარტყავ რა ძალიან ცოტოა ეგ სულ მარიამს როგორ სვამენ ტონის კამზე გეთანხმები მარი მეც მიყვარხარ კი ძალიან მოძალადე გოგოა და ძმაც ეგეთივე მოძალადე ყავს
მარი, დიდი მადლობა, შენ და მარიამი ხართ ბესტიო. TS გვანს კაიბომ რა გახდიო, ვერ გავიგეთ იზი რა მითხარი. სალი 7 მარიამს უკვე აღარ უნდა მგონი მანდ ძალიან მოპეს და მარიამი ხალხნო ძალიან დაღლილია. აი სულ მაგას ამბობს ხოლმე რომ აი ისე დავიღალეო ამათი გაძლება აღარ მაქვს. ხო, ვითომ წყნარებით სპეციალურად რო იწვევენ, მაგრამ ძალიან პროვოკატორები არიან კი. ქუთაისმა მარიამი რატომ მოისვეს სუსტი გონიათო? ალბათ მუზების გაგდება უნდათ და იმიტომ. მუზები გონიათ ძლიერები და ამიტომ დაუსვეს მარიამი. მე მგონია ხალხო ისევ ანუ თქვენი გულშემატკივრების ვერსიას ვეყრდნობი და როგორც ბონდო გაწირეს ქუთაისებმა ესევე გაწირეს მუზები, იმიტომ რომ არანაირი მეგობრები ეგერ არიან, ეგენი არიან კონკურენტები და მგონია რომ ბონდოს გზას გაუყენეს და ბონდოსავით გაწირეს. მაყურებლის რჩეული და ხმის ლიდერი მარიამი დაუსვეს გვერდით. დაუსვეს რომ მუზების როგორც კონკურენტის მოშორება უნდათ, ასე რომ რატო დასვეს მარიამი და რატო არ დასვეს მარიამზე მაგალითად შედარებით სუსტი მონაწილე ანასტასია. რეიტინგულ ჭრილს შევიძახით, თორე ანასტასია ძალიან კარგი გოგოა და ძალიან კარგად პოზიციონირებს, მაგრამ ვიცით რომ მარიამი არის ხო ხმის ლიდერი. აი რატო დასვეს მარიამი? რატო? იმიტომ რომ მუზების მოშორება უნდათ. მარი ლაივი არის 11 საათზე. ლორენცო ამ ეტაპზე არ არის აუთსაიდერი და ასვენეს ერთი კვირა საწყალი კაცი. ლალიკო დღეს 11-ზე კი. ისე მარიამს მალადეც კარგად გეთანხმები ძალიან მაგრად უძლებს ეგოგო, აი ძალიან მაგარი ყოჩახ, ძალიან მაგრად უძლებს. თიზი კვანცა პროექტში თავად მოითხოვე შესვლა თუ შემოგთავაზეს. შემომთავაზეს, მომწერეს ინსტაგრამზე. ხიშნიკა, საიდან იცით აუთსაიდერების ვინაობაო? საიდან უცით და მითხრეს? თავის სიტყვებზე დაბრუნდეო, მუზები თავის სიტყვებზე დახტიან, ღმერთო გადმოხედეო. ღმერთს არ სცადია მაგათვის. მეგობრებო, ეხლა მივდივარ, მე უნდა ვნახოთ ჩემი მეგობრები, ჩავიცმევ, გავემზადები ამასობაში, ბასასიმაც გაიღვიძა, დავჩოთქავ. და შემდეგ კიდევ შემოგიერთდებით დრო რომ ექნება. სასაცილო ედიტები და საინტერესო რაღაცები უნდა გამომიგზავნოთ ხოლმე ინბოქსში. ან ინსტაგრამზე, ან აქ, ან მესენჯერში, ან ფეისბუქზე, ან სადმე. უნდა ჩავიცვა რაღაცა ისა მაქვს ლამაზი. ბასი, და მე ხა ბასასი უნდა გაჩვენოთ. აი ჩემი ბასასი ხო, ეს ხო საყვარელია, თუ მე მეჩვენება რომ საყვარელი. აი ეს ხო არის საყვარელი ხალხო, აი ეს.
აი ნახეთ რა ხუმხულა. სტრიმი ალბათ აუთსაიდერებს რო დადებენ მე და იქნება. ხო, ძალიან ჩოკოლილია, ალაიდე. მარიამს და ჯავახას გადაიცი რომ მიყვარს. მეც მიყვარხართ მეგობრებო. წავედი მოკლედ ხალხნო, აბა თქვენ იცით. 11 საათი არის ხოლმე სტრიმერის ეპიზოდები ხალხნო. პისუნია კატა. წავედი მეგობრებო, ხნელა ჩავიცვა, გავემზადო და